მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. სექტორის წმინდა მოგება მესამე კვარტლის მონაცემებით 109 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად თითქმის 10 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. როგორ ვითარდება სექტორი და როგორია მისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში? სტუმართან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარესთან, ნინო დევდარიანთან ერთად ვისაუბრებთ. ნინო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, გიორგი, მივესალმებით მაყურებელს. 109 მილიონი ლარის მოგება. რას გვეუბნება ეს მაჩვენებელი, როგორ მოხდა აღნიშნული მოგების მიღწევა და ამავდროულად არსებობს თუ არა გარკვეული რისკები ჯერ კიდევ სექტორში? მოგებიანობის მაჩვენებელი ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ წელს პრინციპში გაუმჯობესებულია მიკროსაფინანსო სეგმენტში და როდესაც მოგებიანობის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ ჩვენ აქ, მე მაგალითად შეიძლება ვისაუბროთ იგივე უკუგება კაპიტალზე. იმ შემთხვევაში თუ წინა გასულ 2 წელს დაახლოებით ეს მაჩვენებელი იყო 18%, წელს პრინციპში აქ გაუმჯობესებას ჩვენ ვხედავთ და დაახლოებით 20% შეადგენს, ასე ვთქვათ, მომგებიანობის გაუმჯობესება სეგმენტში. აქაც როგორც წესი ყოველთვის ვადარებ ხოლმე მიკროსაფინანსო სეგმენტის მომგებიანობას, საბანკო სექტორის მომგებიანობას და აქაც უნდა აღინიშნოს და ითქვას ის, რომ პრინციპში ჯერ კიდევ მიუხედავად ჩვენ სექტორში გაუმჯობესების ამემართულებით საბანკო სექტორთან, ასე ვთქვათ, ამ მაჩვენებლის დაწევა ჯერჯერობით ვერ ხდება, იმიტომ რომ საბანკო სექტორი დაახლოებით 25%-იან, ასე ვთქვათ, უკუგება კაპიტალზე აგენერირებს მომგებიანობის კუთხით. ახლა რაც შეეხება თავად გამომწვევ მიზეზებს კონკრეტული მომგებიანობის ზრდის ნაწილში და აქაც პრინციპში რამდენიმე პარამეტრს უნდა შევხედოთ. ერთის მხრივ ის, რომ სექტორმა წელს მოახერხა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიაფებინა თავი ასეას, ვთქვათ, დაკრედიტება და დაბანდება პორტფელზე. ჩვენ ვუყურებთ, რომ პრინციპში სულ მუდმივად კლებადი ტენდენციით ხასიათდება და წელსაც დაახლოებით 1%-ული პუნქტით, ასე ვთქვათ, გაიაფდა კრედიტები მიკროსაფინანსო სექტორში სრულად. ეს, ასე ვთქვათ, შემოსავლების კუთხით, ანუ კლება ნახა. თუმცა მომგებიანობის ზრდა გამოწვეულია პრინციპში ხარჯვითი ნაწილის ეფექტურობის გაუმჯობესებით და აქ ორი ბლოკით რო ავიღოთ, ერთი არის მნიშვნელოვანი ხარჯვითი ნაწილი, ეს არის საპროცენტო ხარჯები, რაც სექტორს აქვს. აქაც გულწრფელად წინაწილებთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება არ გვინახავს, ანუ არ გაიაფებულა ის რესურსი, რომელსაც სექტორი მოიზიდავს, თუმცა მომგებიანობის ზრდა ამ შემთხვევაში დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან საოპერაციო ხარჯების კუთხით. და ეს საოპერაციო ხარჯი არის, ასე ვთქვათ, ის ძირითადი დანახარჯები, რასაც მიკროსაფინანსო სეგმენტი ხარჯავს იგივე, ასე ვთქვათ, პერსონალის ხარჯებზე, განვითარების ხარჯებზე, ასე შემდეგ და პრინციპში ერთეული დანახარჯი იგივე პორტფელის გენერირებაზე მას შემცირებული აქვს და კლებადი ტენდენციით არის და ეს არის რაც აუმჯობესებს, ასე ვთქვათ, მიკროსაფინანსო სეგმენტის, ასე ვთქვათ, ეფექტურობას და მომგებიანობას წელს. თუმცა აქაც რო ვთქვათ, ეფექტურობა, რა თქმა უნდა, მიკროსაფინანსო სექტორის და დანახარჯები ერთეულ სესხზე ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე საბანკო სექტორში, თუმცა აი ეს გარკვეულწილად გაუმჯობესება ეფექტურობის ძალიან, ასე ვთქვათ, მისასალმებელი ტენდენცია და თუ სექტორი შეძლებს კიდევ უფრო მეტი ეფექტურობის, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებას, მერე ეს უკვე აისახება საფასო, უფრო მეტად აისახება საფასო ნაწილში, ასე ვთქვათ, პროდუქტების. როგორც ვახსენეთ, მოგება გაზრდილია, თუმცა თუ შევხედავთ დაკრედიტებას, დაკრედიტების მიმართულებით ვხედავთ, რომ არის შემცირება. რითია ეს განპირობებული? განაპირობა თუ არა იმან, რომ მიკროსაფინანსო სექტორი ორმა მსხვილმა მოთამაშემ, MBC-მ და კრისტალმა დატოვა და გადაინაცვლა მიკრობანკად, თუ ეს არის ფაქტორი, თუ არა, მაშინ რა მიმართულებით გამოიკვეთა დაკრედიტების შემცირების ტენდენციები? თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ პრინციპში დაკრედიტების აბსოლუტური მნიშვნელობა წინა წელთან მიმართებაში შემცირებულია სექტორში და ზუსტადაც ეს შემცირება დაკავშირებულია, როგორც ვთქვით, ორი მსხვილი ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ბაზრიდან გასვლით. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ აი ეს გასვლის ეფექტი რომ გამოვრიცხოთ და დღევანდელ 29 მისოს, ასე ვთქვათ, მონაცემებს შევადაროთ, წინა წლის იგივე 29 მისოს მონაცემები, ამ შემთხვევაში თქვენ ნახავთ, რომ ეს ორგანიზაციები წელს იზრდებიან საკმაოდ სწრაფი ტემპით, დაახლოებით წლიურმა ზრდამ 30% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლებში ჩვენ ვსაუბრობდით, ასე ვთქვათ, დაბალი ზრდის ტემპზე სექტორის და ეს იყო საყურადღებო ფაქტორი, წელს ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდის ტემპი სექტორის არის გაორმაგებული. აი ამ გასვლის ეფექტის გამორიცხვით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ საკმაოდ მსხვილი და დიდი ორგანიზაციები გავიდნენ ჯამურად წინა წელთან მიმართებაში დაახლოებით 200 მილიონი ლარით არის პორტფელი შემცირებული, თუმცა კიდევ ერთხელ აი ეს ორი ორგანიზაციის კონსოლიდირებული მონაცემები და ნამოღების შემთხვევაში და იმ 29 ორგანიზაციის, ვინც დღეს არიან მიკროსაფინანსო ბაზარზე, იმათი ზრდის ტემპის
ასე ვთქვათ, დაანგარიშებით მიიღებთ, რომ სექტორი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა წელს. კი ბატონო, დაკრედიტებაზე საუბრისას მოდი ჩავშალოთ ეს მიმართულება და თუ შევხედავთ დაკრედიტებას, დავინახავთ, რომ ძირითადი ნაწილი მიკროსაფინანსების დაკრედიტებაში უკავია სალომბარდე სესხებს. რა არის ამის მიზეზი და ამავდროულად თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ხომ არ ექნება ამას გარკვეული რისკები თავად სექტორისთვის? კარგი კითხვა ნამდვილად, მოდით ასე შევხედოთ. კი ბატონო, ასე ვთქვათ, ჩვენ სექტორში იყო როგორც წესი რამდენიმე მოდელის, ასე ვთქვათ, მქონე ორგანიზაციები და ისინი, ვინც თქვათ, იყვნენ უფრო მეტად აქტიურად ბიზნესის დაკრედიტებაზე ორიენტირებულები და ასე ვთქვათ, არა სალომბარდე დაკრედიტებაზე, მათი ფაქტობრივად გასვლა მოხდა და მიკრობანკად ტრანსფორმირება. დაჩნენ აქაც ორგანიზაციები, თუმცა შედარებით ნაკლები წილობრივი მონაწილეობით, ამიტომ არ ჩანს ეს მთელ სურათში, ასე ვთქვათ, ისე კარგად როგორც მანამდე ჩანდა. თუმცა სწორს აღნიშნავთ, რომ ნამდვილად დღესდღეობით არსებულ მიკროსაფინანსო სექტორში ძირითადი, ასე ვთქვათ, მიმართულება ეს არის ლომბარდი და პრინციპში ორი ტიპის, ასე ვთქვათ, ძირითადი უზრუნველყოფა, რის საფუძველზეც გაიცემა სესხები და ეს ორივე არის მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, ასე ვთქვათ, სესხები. ერთი არის ოქროს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, მეორე სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა, ხო? ამ სეგმენტზე მოთხოვნა რატომ არის მაღალი? პრინციპში შეიძლება მარტივად აიხსნას მათ შორის იმით, რომ დაკრედიტების სტანდარტი და მარეგულირებელი მოთხოვნა მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე არის ბევრად უფრო გამარტივებული. გამარტივებულ პროცედურებს მოიცავს მათ შორის გადახდილის უნარიანობის შესწავლის კუთხით და ბევრი სხვა პროცედურის კუთხით, რაც პრინციპში ამ პროდუქტებს ხდის მიმზიდველს მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ბევრად უფრო სწრაფი, მარტივი და იოლი გზა, ასე ვთქვათ, კრედიტებზე და დაკრედიტებაზე ხელმისაწვდომობის და პრინციპში ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, მოთხოვნის ზრდა მათ შორის აი ამით არის მნიშვნელოვნად განპირობებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ძალიან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ იმას, რასაც ჩვენ დღეს ლომბარდს ვეძახით, უბრალოდ ბოლომდე სურათი არ გვაქვს იმის კუთხით, რა მიზნობრიობით და რა შემოსავლებით წაიღეს კლიენტებმა ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, სესხები. გამომდინარე იქიდან, რომ მათი, ასე ვთქვათ, აღება იყო სრულად გირაუზე ზემებული, აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია აქეთ არ გვაქვს, შეიძლება იკარგება გარკვეულწილად ის მიზნობრიობები და ის, ასე ვთქვათ, ანუ შესაძლოა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ჭირდებოდათ მას თანხები, უბრალოდ რადგან სწრაფად შეეძლოთ თანხის აღება, ამიტომ მიმართეს მისვლებს. ამის არაერთი, ასე ვთქვათ, მაგალითი და პრეცედენტი ქონია, უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარკვეულწილად ალბათ ამისი უფრო სიღრმისეული ანალიზი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იქნება ალბათ იმის საშუალება, რომ რეალურად გავმიჯდოთ იმ სალომბარდე პორტფოლშიც, ასე ვთქვათ, სხვა არა მოსამხმარებლო მიზნობრიობით წაღებული სესხი რამდენია. კი ბატონო, სექტორისთვის, მიკროსაფინანსოების სექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიკროკრედიტების ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით. რომ შევხედოთ სიტუაციას, როგორ აისახა. ფაქტია, რომ დადებითად, რადგან მოგების ზრდა აჩვენებს და თქვენ როგორც ახსენეთ, დაკრედიტება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილია ერთიან სურათში. თუ შევხედავთ, მაინც რა დადებითი ტენდენციები მოიტანა ამან და რა შედეგები მოიტანა სექტორისთვის? ნუ მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, იმ ცვლილებას ღურის აწევისას ჯერჯერობით ის გავლენა, ასე ვთქვათ, ბოლომდე აქედან არ მომდინარეობს და ამასაც ახსნი რატო? იმიტომ რომ რეალურად, ასე ვთქვათ, ჩვენ თუ შევხედავთ, რომელი პორტფელი იზრდება უფრო სწრაფად, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ოქროთი უზრუნველყოფილი და სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხები და პრინციპში ამ სეგმენტისთვის უფრო ნაკლებად აქტუალურია, ვთქვათ, 100-დან 200.000 ლარამდე სესხების დიაპაზონი, ხო? ეს უფრო წვრილ სესხებზე ვსაუბრობთ, სწრაფებზე და, ასე ვთქვათ, მარტივებს. რაც შეეხება 100-დან 200.000 ლარამდე დაკრედიტების ლიმიტის ზრდა, ეს ასე ვთქვათ, ინიციატივა მათ შორის იყო ასოციაციის მიერ, ასე ვთქვათ, ლობირებული თუ გაწეული თუ, ასე ვთქვათ, ჩვენი წევრი ორგანიზაციების ინტერესებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ზუსტადაც რომ სექტორს ქონოდა შესაძლებლობა, რომ შესულიყო უფრო მეტად ბიზნეს დაკრედიტების სეგმენტზე. ანუ ეს არის უკვე ის 100-დან 200.000 ლარამდე ის ნიშა, რომელიც სექტორს უფრო მეტად, ასე ვთქვათ, მიზილს ცემს შესაძლებლობას, რომ ბიზნეს დაკრედიტებები უფრო აქტიურად აწარმოონ რა. და აქედან გამომდინარე, ზუსტადაც რომ მე პრინციპში ძალიან ოპტიმისტურად ველი იმას, რომ ჩვენ ძალიან მალე აი ამ
შეცვლილ სურათს ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით ამ ზღვის აწევით შესაძლებლობა მის ეროვნულმა ბანკმა. თუმცა თუ კი ძირითადად მაინც ლომბარდებიდან არის შემოსავალი, თავად ბაზრის მოთამაშეები, ანუ მიკროსაფინანსოები რამდენად ცდილობენ რომ ეს არსებული შესაძლებლობა გამოიყენონ და ლომბარდების პარალელურად დაიწყონ ბიზნეს სექტორის აქტიური დაკრედიტებაც. ჯერჯერობით ეს ცვლილება მაინც ვფიქრობ რომ ახალია, იმიტომ რომ სულ რაღაც მაისის მეორე ნახევრიდან მიეცათ ორგანიზაციებს ამ ზღვარში ოპერირების შესაძლებლობა. მეორე თვალსაზრისით ახალი პროდუქტების იმპლემენტაციას, განვითარებას და დანერგვასაც გარკვეული დრო ჭირდება საიმისოთ, რომ ეს ასე ვთქვათ პრაქტიკაში რეალიზდეს. ამიტომ მესამე კვარტლის და სამთვიანი მონაცემებით შევხედავთ ასე ვთქვათ ამ ასე ვთქვათ ცვლილებას ნუ შევაფასეთ ამ ცვლილებას. ამიტომ დავუცადოთ ცოტა ხანი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სტიმულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომ ახალ ნიშაზე და ახალ ბაზარზე გავიდნენ, სადაც ასევე შესაძლებელია, რომ ერთის მხრივ იყვნენ ისინი ეფექტურები, იმიტომ რომ უფრო მსხვილი სესხები გასცენ და შესაბამისად დანახარჯებით თითოეულ სესხზე კონდეთ უფრო დაბალი. და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ეს არის ის ძირითადი და ტრადიციული მიმართულება მიკროსაფინანსო სეგმენტის, სადაც რაც შეიძლება იყოს მათთვის ძალიან საინტერესო. აქედან გამომდინარე, ბოდით ასე ვთქვათ, დავხუროთ წელი და შემდეგი წლის დასაწყისში ვისაუბროთ აი ამ მიმართულებით, ვთქვათ, აი ამ ცვლილებამ რა შედეგები გამოიღო. იგივე ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით. კი ბატონო, კონკურენციაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად, როგორც ვახსენეთ, ორი მსხვილი და წამყვანი მისო გახდა მიკრობანკი. ამის შემდგომ რა იცვლება სექტორისთვის, რამდენად იზრდება კონკურენცია და ამავდროულად არსებული მიკროსაფინანსოებიდან თუ გამოიკვეთნენ ისინი, რომლებიც ცდილობენ განვითარებას, უფრო, ასე ვთქვათ, პორტფელის გაზრდას და შემდგომ უნდა ველოდოთ თუ არა მათგან, ან თუ არსებობს მოლოდინი, რომელიმე მიკროსაფინანსო კიდევ გადაკეთდება მიკრობანკად. ნუ მიკრობანკების ასე ვთქვათ მიკრობანკების ბაზარზე გამოჩენის ნაწილზე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ფაქტობრივად აქვთ თავიანთ მანდატში, რომ ძირითადი მათი პორტფელი უნდა იყოს ბიზნეს დაკრედიტება 70%-დან მეტი, გარდა იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასტარტო მოცულობაზე უფრო დიდები უნდა იყვნენ კაპიტალის მიმართულებით. თავარი მოთხოვნა, რაც მიკრობანკებს აქვთ, ეს არის ასე ვთქვათ პორტფელის კომპოზიცია. დღეს რო გადავხედოთ ასე ვთქვათ სექტორის იმ მოთამაშეებს, ვინც კაპიტალის მოთხოვნას მინიმალურს აკმაყოფილებენ და პორტფელის კომპოზიციის ასე ვთქვათ მოთხოვნას, აქ ალბათ ძალიან ცოტა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადარჩება, ვისაც დღეს შეუძლია ასე ვთქვათ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გადავიდეს ვთქვათ მიკრობანკად. მეორე არის თავად ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სურვილი რო გადავიდნენ, იმიტომ რომ რეალურად თუ ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს იმ ბაზარზე, რომლებზეც არიან, დიდი ხანია არიან, იცნობენ თავიანთ მომხმარებლებს, პრინციპში ახალი დამატებითი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, თუმცა ამასთან რა თქმა უნდა თავისი ვალდებულებები მოყვება. აი ამისი, ასე ვთქვათ, აწონდაწონის ნაწილში არ იხრებიან, ასე ვთქვათ, მიკრობანკობისკენ. პრინციპში ესეც შეიძლება რომ იყოს. ნუ დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა არ გვაქვს მოლოდინი, რომ ახალ მიკრობანკს ვნახავთ წელს კიდევ ბაზარზე. თუმცა მე სულ ვამბობ, რომ არსებული მიკრობანკების კარგი ალბათ პრეცედენტები და მაგალითები იქნება ის ძირითადი მოტივატორი სხვა ორგანიზაციებისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგან და თქვა გადმოვიდნენ ამ სეგმენტში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნინო დევდარიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი.